დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ წინა კვირის აქტივობების შეაჯამა ავთან დილბერიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ევროსაბჭოს კომისიის მონიტორინგის ხდომა არა ბათუმში, არამედ თბილისში ჩატარდება. ცვლილების განხორციელება ავთან დილბერიძემ ცენტრში საკითხის უფრო ღრმად განხილვითა და შესწავლით ახსნა. ავთან დილბერიძემ უარყო აჭარის მთავრობასა და უმაღლეს საბჭოს შორის კომუნიკაციისა და დაპირისპირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, თუმცა აღნიშნა, რომ სასურველი უწყობებს შორის მეტად აქტიური თანამშრომლობა შედგეს. ამ მოთხოვნით მათ უკვე მიმართეს მთავრობის თავმჯდომარეს დაინიშნოს საპარლამენტო მდივანი. ავთან დილბერიძე ბრიფინგზე საპრეზიდენტო კანდიდატის თემასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურა მისაღებია როგორც პიროვნულად, ასევე დამსახურებების მხრივაც. ავთან დილბერიძემ ავსტრიაში ვიზიტით შეაჯამა და ორ ქვეყანას შორის მომავალი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მივმართეთ აჭარის მთავრობას თხოვნით, რომ მან დანიშნოს ეგრეთ წოდებული საპარლამენტო მდივანი. ასეთი ადამიანი საჭირო არის სწორედ ამისათვის, რომ ვინმე მე არ თქვას, რომ მე ვერ დაგიკავშირდი, ან რატო ვერ დამიკავშირდი. რაც შეეხება დასახელებულ კანდიდატურას, მე პირადად ვიცნობ დღეს განათლების მინისტრს და ვაფასებ მას როგორც საქართველოში ერთ-ერთ გამორჩეულ პიროვნებას. ამ ადამიანს ბევრი გაკეთებული აქვს, ბევრი ნათქვამი აქვს, ბევრი ნაწერი აქვს.